გამარჯობათ მეგობრებო, გილულას არხზე მზადდება მეოთხე და ალბათ ყველაზე საინტერესო ვიდეო. მივდივართ გერმანიაში, ქალაქ ჰაიდენჰაიმში, სადაც ბუდუზივზივაძე ცხოვრობს და ასევე ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ მარტივად რო გითხრათ, ბაიერნთან თამაშზე ვიქნებით. მატჩიდან ყველა საინტერესო ეპიზოდი იქნება ამ ვიდეოში მოხვედრილი, ასევე ბუდუზივზივაძის გარშემო, რასაც გადავიღებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ყველაფერი ამ ვიდეოში. მოკლედ საინტერესო ვლოგი გელოდებათ, გამოვყევით ბოლომდე და რა თქმა უნდა, არხი უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ წინ კიდე არაერთი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. აეროპორტიდან ვერ ლაქშერი ცხოვრება მაქვს. მაგას განახებთ ეხა ორლარად, ნახე რა გავაკეთო. კონი არ მუშაობს. დაჟე ორი ჩავაგდი და 2.20 ამ მივიდა. ეხა გიორგი უკეთ მოგვიყვება, რაზე ჩავდივართ გერმანიაში. გერმანიაში არის ახალი მანქანები, რა ძირითადად, რა ძველი არავის არ ყავს და კატალიზატორები არ არის დახსნილი და ვაპირებთ, რომ რაღაც პატარა ფული ვიშოვოთ რა ბიჭებმა რა. კაი, თიშავთ. თიშავთ. იდეაში ანიკო არის ჩვენი მეპატრონი და პროდიუსერი არის და შენც რომ მოგვიყვე, სად მივდივართ და რამდენი ხნით და რატომ მივდივართ? ეხლა მივდივართ გერმანიაში, კერძოდ ჰაიდენჰაიმია თუ ჰაიდენჰაიმში. ბუდუსთან მივდივართ, კარგი რაღაცები უნდა გადავიღოთ, როგორც ყოველთვის. გოგა არ ვიცი, იმედია ჩამოვა და იქ დარჩება და უფრო მეტ დიად წარმატებას მიაღწევს, იმიტომ რომ ალბათ იქ YouTube-ს უფრო კარგად გამოვყავდება. ეს იმ ჰეითერებს მინდა მიმართო, ვისაც გონია, რომ გოგა ტელეფონით იღებს და რაღაც მინდა რომ აი ნახოს, რომ პროდიუსერი ყავს, მთელი სეტი მიგვაქვს. აგერ კამერები და ამბავი და სრული პროფესიონალიზმი და იქ გველოდება მეიქაპ ფიზიკურად ვიყავით სხვა გადაღებაზე იყო და იქ დაგხვდება ანა ვირცი დაგხვდება ჰაიდენჰაიმში და დანარჩენს ის მიხედავს მოკლედ მაქსიმალურად სრუნავთ რომ კონტენტი ყოველდღე უკეთესი გახდეს და არხი უნდა გამოიწერო ხო? არხი აუცილებლად უნდა გამოიწერონ ჩემი აზრით და ვისაც არ აქვს გამოწერილი რას აკეთებს და არ ვიცი ხო და მე დავამატებ რომ ანიკო კია პროდიუსერი მაგრამ კაფელი გინდა ზმაო შპალერის გაკვრა გინდა რავი ვიდეოს ბოლოს ამოვანათებ ნომერს და ვისაც გამოწერილი ვეყოლები პრომო კოდი იქნება ანიკო მესხიძე და სფერო არ არის სადაც ნაცნობს ვერ გიპოვით 10%-იანი ფასდაკლება ყველგან მინიმუმ ხო ეგ არის ხო და всё მოუწოდი ხალხს რომ არხი გამოიწერონ და ფასდაკლება იქნება всё წავედით პასპორტ კონტროლი გავიარეთ უმარტივესად. აუხსენი რომ ბუდუსთან მივდივარ ზივზივაძესთან და კაეცინა და მოკითხვა გადაეცი ბუდუსო და მეთქი მაგაზე გაწყენინებთ ქალბატონო. YouTube-ზე ხარ? ამის ჩანელზე ოფიციალურად. ხო და შენს არ გაქვს გამოწერილი? ჩენელი. სადმე დიხარ ეგ მაინც მითხარი რომ მე რამე მოგძებნო. ბარსელონაში და შეგიძლიათ რომ მოგწევთ. საწყალიც. დასრულდა ფენა ჩამოვედით შტუტგარტში ახლა მანქანა უნდა ავიყვანოთ რომელიც დაჯავშნილი არის ჩემს სახელზე და ჩემი მეგობრის სახელზე და წავალთ საბოლოოდ ბუდუსთან ჰაიდენჰაიმის მიმართულებით ჩამოვედით გერმანიაში ორი მანქანა უკვე დავითრიეთ ეხლა ჩავდივართ პარკინგზე რომ ეგ მანქანა ავიღოთ და ვიგრიალოთ რომელი მანქანაც გინდა ხელი დაადე გაგიჩვენ მე ხოლმე გოლუფი გადამიანი ვარ ბერლინის 73-ში რაც აყენია ბერლინის 73-ში რაც აყენია ის ავიღოთ აი ეს არის ბიჭო არა ეს არის Volkswagen რა მანქანა ყავს კეთდა ხა თუ გაიღო ეს არის რამდენი ხანია ვიძახი თეთრი მანქანა არ მინდა თქო ეს გადავღებავთ ვიცი კაი მალე არის აქ გერმანიაში ფოტოებში ვაფშე სხვა იყო თან ხელიც სხვა იყო რა ვიცი თავარია მანქანაა შეჭა არა ეგ ხალ მე შენზე ლამაზი ვინ გადავიღო აგაი ხო ბუნება გინდა და ხო
19 აკეთე. მე ეს სკლინტიანერძე არის ძირითადად ეხლა მე რასაც დავაკეთე. სკლინტიანერძე სააგერ სკლინტით ბიჭო. მეგობრებო. სკლინტით 32% არის სკლინტი ამაში. ამის გასინჯოს ვაპირებთ ეხლა რაც ვნახეთ უცებ ახლოს და კაი ჩანს ყოველ შემთხვევაში ღმერთო დაგვიფარე გადაგვარჩინე. მოგეხსენება წარმოშობით ვართ ჰაიდენჰაიმიდან, გერმანიიდან. ეს იყო ბაბუაჩემის სასახლე. თვითონ ააშენა დინარის ქვებით აქვს უაშენებული, თავის ხელით არის ამოტანილი. რიონი აქ რო გადის. რიონი და ჭოროხიდან აქვს ამოტანილი. ახსოვს როგორ ეზიდებოდა ტაჭკით. თავი შეყავი და მიდი შეყავით. ბერმა ქართველმა არ იცის ეს ისტორია, გოგას მამა რო გაიტაცეს ლეკებმა, ჩემი დიდი ბაბუა, ასევე ლეკების გატაცებული იყო, ხელი მოაჭრეს და მაქედან მაქვს გვარი ცალხელი შვილი. ზუსტად ეს სარბაზანი იყო, ორხევიდან აქვს ჩამოტანილი, სიონთან არის სოფელი. აქედან იცავდა, მოკლედ ებრძოდა ლეკებს და ესე დაიხსნა გოგას მამა ლეკებისგან. ეს ისტორია შემორჩა, მაგრამ ბევრმა არ იცის და ვისწავლოთ ქართული ისტორია, გამოვიწეროთ. და გოგას არხი მეტი ისტორიებისთვის, გარდა იმისა, რომ განახებთ სამყაროს, ასევე განათლებასაც უწყობთ ხელს. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც დღეში და ტერიტორია უნდა დავათვალიეროთ, იმიტომ რომ გადახებები უნდა დაიგიგოს, ბუდუზიბზივაძე უნდა ჩავწეროთ. ამიტომ რაღაც ლოკაციები უნდა შევარჩიოთ, მაგ ლოკაციებსაც ვიდეოში აუცილებლად მოვახვედრებ. სტადიონ, სადაც ბუდუზიბზივაძე და ჰაიდენჰაიმი თამაშობენ, ფოით არენა ქვია, აქ დაახლოებით 15,000 ადამიანი ეტევა. თითქმის ყველა თამაშზე გადავსებულია ბილეთების შოვნა, არის ძალიან რთული ამ კონკრეტულ სტადიონზე და კონკრეტული გუნდის თამაშზე და რაღაცებს განახებთ ხა. სტადიონის ტერიტორიაზევე არის ახლოსვე ფანშოპი, პატარა კაფეც არის ახლოს. ვერ გეტყვით რომ ძალიან მაგარი ქალაქი არის და გართობა შესაძლებელია, თუმცა სულთა საფეხბურთო კლუბით არაფერი არ უჭირს რა. არიან. თვითონ სტადიონი არის ძალიან პატარა. შიდა ტერიტორიის ნახვას ამ ბლოკშივეც მოვახერხებ, თუმცა ბაიანთან უფრო კარგად გამოჩნდება რამხელა მნიშვნელობა აქვს. რამდენად კარგი არის პატარა სტადიონი და ზოგადად ამ პატარა სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი. შაბათს აქ ბუდუზიბზივაძის ჰაიდენჰაიმი დაუპირისპირდება ბაიერნს. 15,000-იანი სტადიონი არის, ძირითადად ფეხზე გასადგომი ადგილები არის. როგორც გითხარი, შოვნა ძალიან ჭირს ბილეთების. ჰაიდენჰაიმის მომავალი თაობა სტადიონის ტერიტორიაზე ვართ, სადაც ბუდუს ინტერვიუ უნდა ჩაიწეროს და ლოკაციებს ვარჩევთ, როგორ უნდა განვითარდეს თეორიული ეპიზოდი, ამიტომ კადრებს გიტოვეთ მოკლედ სტადიონის. ეხლა მივდივართ ომში ულმ. რო სასტუმროში შევიდეთ და მერე უკვე საღამოს ალბათ ქალაქშიც გავალთ და შევჭამთ. კაი, ცალხელა არ შეჭამს. მოკლედ აქაც საცობში ვართ, არ აქვს და ეგ საცობი და მოკვერი მინდა. მოვშე, მოდი. მოვახციეთ სასტუმრომდე. ეხლა რაღაცებს ალაგებენ და სავარაუდოდ განახებთ შეგიძლიათ სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით.
აი მოკლედ აქეთ ხარეს მევწოები ძმა. ტელევიზორი გვაქვს ძმა. შუქება. ნაშვი. всё. ჩააბნება. მეორე დღე მშვიდობისა. დღე მშვიდობისა მეგობრებო, ჩვენ ახლა ულმში გავდივართ. გოგა ტაქსაობას აპირებს. რაღაც პატარა კაპიც გავაკეთებთ და მე გაჩვენებთ როგორ უნდა გაატარო დღე ულმში. ტაქსაობის შემდეგ მივდივართ ჰაიდენჰაიმში, სადაც ბუდუს ვარჯიშს უნდა დავესწროთ. ბუდუს ვარჯიშის მერე ვბრუნდებით ულმში და ულმში დავათვალიერებთ ყველაზე მაღალ ტაძარს. სხვათა შორის იმ პერიოდში, როცა ეს ტაძარი აშენდა, მე-13 საუკუნეში დაიწყო და სადაც მე-16-ში დამთავრდა. წარმოიდგინეთ 500 წელზე მეტი შენდებოდა და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. კიელნშია კიდე ეგეთი დიდი ტაძარი. ოღონდ ეს გაცილებით მაღალია და იმ პერიოდის ნაგებობებს შორის იყო მე-4 მსოფლიოში სიდიდით. თუ აგეტირათ არხი გამოიწერეთ მეგობრებო. შევამჩნიოთ რამდენად განათლებული და ისეთი ვარ. არხი გამოიწერეთ და ეს შევიჩერ. კონდეს გიხდება. ეს არის ხედი ჩვენი სასტუმროდან. ეს არის ხედი ჩვენი სასტუმროდან. ჰაიდენჰაიმს არის 10 ჯერ უკეთესი ქალაქი. კი და თან ცენტრში ვართ პირდაპირ. ცენტრში ვაგზალია, მაგრამ ცენტრში ვართ. ჰაიდენჰაიმიდან არის დაშორებული ნახევარი საათი და თუ ბურუს თამაში ჩამოსვლას აპირებთ და თან ცოტა ცივილიზაციასთან კავშირიც გინდათ, ხო ეს ქალაქი არის იდეალური. მე როგორც მითხრეს, აქ არის ამ რეგიონში რა ძირითად ქარხნებია და ხალხი მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქალაქია ეს. სამი ქალაქი მითხრეს, რომლის ნახვაც ღირს ამ რეგიონში. ჰაიდენჰაიმია მესამეო, აალენია მეორე და ულმია საუკეთესო მათ შორისო. დღის რუტინა. რა თქმა უნდა, ვარჯიშის გარეშე არც ერთი დღე არ მიმდინარეობს. ულმის ცენტრალურ ნაწილში უნდა წავიდეთ, ხო მანამდე უნდა გავაკეთოთ ნახე. Tecnologia! მასაჟ გიკეთებს. Tecnologia! რუკა არ გვაქვს შართული და ისე უნდა ვიმოძრავოთ. ჩელენჯი არ არის, არის ქართული კაცის ახირება. ხო, რაღაც. არ გვინდა ძმა რუკა. რუკა რა გვინდა ჩვენი თვლით და დავდივართ, სადავართ კაცმა არ იცის და უკანა გზაზე კი გეუბნებოდი, მაგრამ ბარემ ჩემმა გაუწერე მას რომ იცოდნენ, წელიწადში ერთხელ ტარდება ისა ბოლა ნავების რა. ძალიან ბევრი ადამიანი იკრებება და მაგ თარიღს გავიგებ. და ჩამოვალთ ჩვენი ნავი. ჩემი ნავი ჩამოვიდა. სპონსორებს თუ გინდათ რომ ნავზე მე წევს რომ ნავზე ლოგო დავართხარ. ნავზე ლოგო და რაღაცები თუ გინდათ, სანამ კაციშვილი არ ყავს სპონსორი რომ მანამდე სპონსორს გააჩნია თუ ხორცის კომპანია იქნება ნავზე მწვაცა შეძლო. ხო. კინოთეატრი. ო, ამირან. უხა გამევიყავი და მან არის კამები განლაგებული, შეგიძლიათ ეს კამები აიღოთ, თქვენ შეყარებულთან ერთად ჩამოხვიდეთ. შეგიძლიათ ჯერ კამი აიღოთ და მე შეყარებული იყავოთ და ჩამოხვიდეთ. დააჭდე და აი უყურო რავი, მთელი დღე და ჩვენ გავტესტეთ, მაგრამ დიდად არ მუშაობს. ხო, იმიტომ რომ ეგრე ძალიან საერთოდ. ხოთა ეგრე არ გამისცემა რომ ცალ-ცალასთან ერთად მეყურებია, მაგრამ რავი. არის პრობლემა რა პარკინგის ან პარკინგი არის უბრალოდ ეგრე ჩვენთან რო არის სადაც მინდა მიაგდებ და თუ გაგიმართლა წაიყვანენ ეგრე არ არის რა აშკარად ან პარკინგები არის პროსტა თანხას იხდი რა ბიჭო ძალიან იშვიათი არის საცობი მაგრამ თუ გაიჭედე მე 10 წუთი მინიმუმ გინდა რომ გააღწია მაგრამ მაგიტომაც არის გამოწვეული რომ გასაკეთებენ თავიდან ბოლომდე თუ არის გასაკეთებენ ყველგან რაღაცა შედეგობა მიიღება ანუ აკაური მერია მუშაობს ხო და თან უზარ ჭამენ უნდა ესე გავიკი დაჟე ციტელზე რო ჩერდები და ეგრევე წვარე იქნება ვიღაცა არ მოდის და ხო არავინ არ გასიგანებს და თავს არ იგიჟებენ 7 ხალხი არიან პროსტა 7 ხალხი არიან არასოდეს გათხოვილი 7 ხალხი არიან 7 არიან აქ შემიძლია გავაჩერო მაგრამ რო წაიყვანონ თუ აწერია რომ წაიყვანენ არ გავაჩერო გენიოსი ხარ ამასაც წავიდეთ ედიკა თქვენ რო გეგმართ დაიღუპა და ვერ გასამართლდა აი მე ისე წერია პარკინგი ამ ხელაპო წერია და საწერია პარკინგიო მეკითხება აი კაია
სასტუმროში პარკინგი რო დაგჭირდა 10 ევრო არისო ღამეო რა. და აქ არ ვიცი აქ საათობრივად არის სავარაუდო. დახურულ შენობებში გადაღება აკრძალული, ამიტომ დაგემშვიდობები და გარედან გავაგზავნებთ. აი. მოკლედ მანქანა გავაპარკინგებ და ამოვედით იმ ეკლესიის მიმართულებით, როგორც გიყვებოდა ცალხელა 5 საუკუნე აშენებდნენ და ნახეთ რა სიტუაცია არის, ხა უცებ დაგვდა ბაზარი და კი, ბაზარში ვარ გამოსული. რაღაც ოჯახში პროდუქტები წავიხა. კი, რაღაც პატარა ყველი, პორეკა, კიტრი, პომიდორი. რაღაცებს ვიღებდით. განახეთ რა ადგილას ვარ და ნუ მე მაგის წინ ახტება რა. ეს არის იდეაში ის ტაძარი, რაზეც გეუბნებოდი და არის, აი რავი, არ მთავრდება სიმაღლე რა. და მის წინ უცებ სულგუნი იყიდება ნედა? სულგუნი. აგერ ძმა ვნახოთ. აგერ ყველი. სულგუნი თუ აქვს ერთი კითხვა. სულგუნი მარტვილის. ოთხშაბათობით ვინც ომში ცხოვრობთ, გამოდით ხოლმე და არის აქ რაღაც ბაზრობა, სადაც ჩემი პრომო კოდით შეგიძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ცალხელა იძახის რომ გადაღებაზე დადებითად არ არის არა განწყობილებია, ამიტომ დაახლოებით მიხვდით ალბათ რაც ხდება. რამე აქ რომ მოვედით. არაფერი არ ხდება. არაფერი არ იყო, სრული სიცარიელე იყო, აქ ტერიტორია იყო, რომ ეკლესია შეგეძლო გადაგიღო, რავი, ანუ არავინ არ იდგას, არც კამები და რაღაც. ახლა აღმოჩნდა რომ წინ ბაზარი არის ყოველდღიურად. უცებ აქ არის კეტრი და რაღაცები იყიდება. ეს ყველაფერი ალბათ იმას უკავშირდება, რომ აღდგომის დღეები ემთხვევა ჩვენთან. დიდი შანსია. და ეხლა პარასკევს არის ჩვენთან ხომ არის წითელი პარასკევი. აქ ზუსტად არ მახსოვს რა ქვია მაგ დღესასწაულს. მაგრამ მაგ დღესაც გადავიღებთ მე მგონი, იმიტომ რომ აქ ვართ. ნუ ნახოთ როგორ ატარებენ მოკლედ სააღდგომო დღეებს გერმანიაში, როგორ ხდებიან. აქ ცოტა სხვა ტრადიციები აქვს, რაღაც ბაჭიაც არის მე მგონი სააღდგომო და ეს ჩემი მიკრობიზნესია. რაღაც პატარა ფულს ვაკეთებ. დღეს ვერ ვაჩვენოთ ეკლესიას რაღაც იმდენად გარშემორტყმულია ბაზრით. ამიტომ შეგვიძლია უბრალოდ ვიბოდიალოთ, ნახოთ რაღაც სხვა ადგილები. არხი რო გამოიწეროთ, დააფოლოვოთ და მეტი ესეთი კონტენტი ნახოთ და გერმანიაში ჩამოხვალთ ერთ რაღაცას შეამჩნევთ, რა ყველაფერში ხორცია. აი ხალხი დადის რაღაც უზარმაზარი ჰოთ-დოგები, სადაც არის გიგანტური სარდელები და ასე შემდეგ. რა ყველგან ხორცს ყიდიან, აი აქაც სოსის წავენ. ყველგან ან სოსის წავენ, ან ხორცჭრიან, რაღაც ეგეთი ქვეყანაა, რომ ხორცი და სოსისი უყვართ ძალიან. მოკლედ ომში ყველაზე აქტიური კერძი რაც არის ეს ყველაზე ესე ვთქვათ მოთხოვნადი კერძი შეიძლება ითქვას და დავაგემოვნთ და გეტყვით შედეგს. გიჩვენთ ამას ნამდვილად. და ბოლოს რის სიტყვაც გვინდოდა ეგ არის რომ გერმანული ვოიაჟი ესე ვთქვათ ეს ვლოგები განაწილდება ორ ნაწილად. ერთი გადავწყვიტე რომ დავდო თამაშამდე და სვაკეთებდით და მეორე იქნება თამაშის დღე და მოკლედ უშუალოდ ბაიერნის თამაში. იმედია ბუდუ იქნება ბაიერნთან ან მინიმუმ მეორე ტაიმში მაინც გამოჩნდება, იმიტომ რომ ტრამვა აგბურუს. თუ არა ბუდუს ცალკე აუცილებლად ვაჩვენებთ. არა, ეგ ხო ამ ვიდეოში იქნება უბრალოდ რო გითხრათ ხა აქტიურად ინტერვიუები და რაღაცები იქნება, არა, იმიტომ რომ ესე ჩემს საქმეზე წამოსული თვალ არ ვარ. სხვა მიზნებით ვარ ჩამოსულები, მაგრამ განახებთ ყველაფერს. ბაიერნის თამაშის ვიდეო დაიდება ცალკე და ეს ვიდეო დაახლოებით დაიდება პარასკევს საღამოს ან შაბათს. მეორე ვიდეოსაც დაელოდეთ ამ ვიდეოს რომ ნახავთ. პლუს არხი გამოიწერეთ და თუ გინდათ რომ გიორგი მეჯერ გამოჩნდეს კომენტარებში დაწერეთ რომ გიო გამოჩნდი. და კიდე ჩვენ შეგვიძლია ბუდუს ხელმოწერი დროშა გავათამაშოთ? რაღაცაზე მოვაწერინებ ხელს, არ ვიცი დროშა იქნება თუ რაც იქნება ხა. რამე გავათამაშოთ. აუცილებლად გავათამაშებთ რამეს ბუდუს ხელმოწერას. მაგას გავათამაშებ, ოღონდ ვერ დაგკვირდებით რომ რაღაც 200 გამომწერზე გავათამაშებ. მოკლედ შემდეგი ვიდეო თუ ავა 30000 ნახვაზე. იმიტომ რომ თქვა ძალიან ამბიციურებიც არ ვართ ახალი არხია. ამ ვიდეოს ექნება მინიმუმ 500 ლაიქი, მინიმუმს ვიძახი. მაგ შემთხვევაში კომენტარებიდან რენდომ ავარჩევთ ერთ კომენტარს, მაგის ვიდეოსაც დავდებთ შორტებში, როგორ ვარჩევთ და ბუდუს ხელმოწერილ რაღაცას. იმიტომ რომ ჩვენც არ ვიცით რაზე ვაწერინებთ, გავათამაშებთ. არის მაგის შანსი რომ მაისურზე მოვაწერინებ, ნახოთ ჯერ შევიდეთ პანშოპში რა ხდება. არ არის მაგის შანსი ფერია მე. ნახოთ, იმიტომ რომ წინაზე რომ შევედით, ღირდა სადღაც 100 ევრო რა. ხო, ამიტომ ხო და ჩვენ როგორც ღარიბი იუთუბერები არ ვიცი მაისურზე ამდენად მოვაწერინებ ხელს, მაგრამ რაღაცაზე ისეზე მოვაწერინებ, რომ ღირებული იყოს თქვენთვის. მაგალითად იპოთეკური სესხი. რაც ღირებული იქნება თქვენთვის. ბუდუ იქნება თავდები. მეტი რა გავაკეთე? მოკლედ არხი გამოიწერეთ, იაქტიურეთ და რაღაც კაი ამბები იქნება და თუ არ გამოიწერეთ, რავი, წავედით სახში მე.
ჰაიდენჰაიმის ცენტრში ვარ და იდეაში ყველაფერი დაკეტილი არის აქ თქომოთ ალბათ ეგრე დაემთხვა და რაღაც ლოკაცია ვნახეთ რომელიც ღია არის და ყველაფერი ჯამში დაჯდა 6 ევრო და გემო არ ვიცი რა აქვს მაგრამ გეტყვით რა ხე რა შევუკეთე პულკი კიშმიშია და მე რაღაცა იმენა ხორი მაქვს პურში თუ რაღაც ეგეთი ხო თამას არ უყურე თუ გადაახვიეთ მაგის მაშინ ბულკი ეს ის წვანე ხორცი მე არ მინახავ ჯერ სავარაუდოდ ეგ ხორცი არა ეგ არ არის ხორცი ვეგანურია თავს დავდები იმიტომ რომ წვანე ხორცი არ არსებობს შენ ხო ვეგანი გახდი რა ჩამოვე ხო მე ვარ ვეგანი რა ტყივი ავა რომელიც გოგამ შეუკეთა ავა რომელიც მე შეუკეთა დაახლოებით ერთ და იგივე თანხარია და უბრალოდ სახელები თქვით სხვადასხვა ანუ აი იგივე ზომის ჭიქაში საშინელება იყო აი იმენა 10-დან 3 და ვინც ჰაიდენჰაიმში ჩამოხვდა სასვენებლად აქ არ მოხვიდეთ წინამოსვლაზე ვერ გადავიღეთ იდეაში ვერაფერი იმიტომ რომ საშინელი წვიმა დაიწყო ამიტომ სანამ დრო მაქვს და ველოდებით ბურთუზების ვიზის მოსვლა სტადიონზე მანამდე განახეთ ჰაიდენჰაიმის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციას ციხესიმაგრეს რომელიც დაახლოებით მე-11 საუკუნიდან ჩდება უკვე ისტორიულ წყაროებში პატარა ექსკურსიას ჩაგიტარეთ უფრო ვიდეოებს განახეთ რა როგორი არის მუზეუმად არის გადაკეთებული და სხვათა შორის არა ერთი ტურისტი მოდის ამ ლოკაციის სანახავად სანამ შემდეგ ლოკაციაზე გადავალთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ არხი გამოიწეროთ და ვინც ის იქნებ კიდევ უკეთესი კონტენტი შემოგთავაზოთ, უკეთესი ამბები შემოგთავაზოთ და საერთოდ არ არის გამორიცხული რომ კიდევ ერთხელ მომიწიოს აქ ჩამოსვლა. ნახოთ რა როგორ განვითარდება, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა თუ მომიწია ისეთ ამაიზე მომიწევს რომ ბუდისტვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამიტომ მეც და თქვენც რავი ერთად ულშემატკივროთ ქართულ თავდასხმას. ქალაქის ხედი. ეს არის ციხის უკანა მხარე. სულეს ალბათ რისი ჩვენებაც მინდოდა ამ ციხესთან დაკავშირებით უკეთესი ტექნიკის პირობებში პირველად გაიკადრები შეიძლება გამოვიდეს თუმცა ძალიან მწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთი ტელეფონი გვაქვს რომელიც საბედნიეროდ 4K-ს იღებს პლუს მატება გვაქვს აი მიკროფონიც არის ეხლა მთავარი გეგმა რაც არის ბურთუზების ვიზას უნდა შევხვდეთ სტადიონზე ჰაიდენჰაიმის და გავაკეთოთ ძალიან კაი ვიდეო კონტენტი რომელიც მალე დაიდება და მაგასაც გაგიზიარებთ თუმცა იქ ჩემ არხზე არ დაიდება როგორც კი დაიდება პირველ კომენტარში ჩავაგდებ და შეგიძლიათ ნახოთ